დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანი. დღეს რასაკვირველია, ჩვენ ისევ ადამიანზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ როგორც ადამიანის სიცოცხლეზე, მთავარ ღირებულებაზე, ასევე ადამიანის ცხოვრებაზეც და ვისაუბრებთ ძალიან სპეციფიკური პრობლემის და სპეციფიკური რეალობის ჭრილში. რას გულისხმობ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე გაგახსენებთ, რომ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიცოცხლე და სხვა ადამიანის სიცოცხლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კარგად არის გასააზრებელი არა უბრალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ის სიცოცხლე, რომელსაც წლებს შესძენს, ანუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების ხარისხი. და ასეთ შემთხვევაში დღეგრძელობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მონაპოვარი ადამიანის ცხოვრების გზისა. დღეგრძელობა, ანუ ხანგრძლივი სიცოცხლე. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ არის ეს სიცოცხლე დატვირთული. როგორ არის ეს სიცოცხლე სავსე, რამდენად სავსეა და შესაბამისად როგორია ცხოვრების ხარისხი. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიაზრებთ, რომ თითოეულ ადამიანს თავის ოჯახთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად არა ერთი, არამედ ბევრი ეტაპი აქვს გასავლელი. ადამიანის ცხოვრების ეტაპები განსაზღვრავს თვითონ ადამიანის ვინაობას და რაობასაც, ვინ ვართ, რანი ვართ, როგორები ვართ და განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება ჩვენი ოჯახი, როგორი იქნება ჩვენი შთამომავლობა, როგორი იქნება საზოგადოება. ამიტომ ადამიანის ცხოვრების ეტაპებს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საბოლოოდ საზოგადოებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ საზოგადოების დაბერებაზე და 21 საუკუნეში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც ყველა საზოგადოებას, ყველა განვითარებულ საზოგადოებას ეხება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინდივიდის დაბერებაზეა ლაპარაკი. მე მინდა გაგახსენოთ 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული სიახლე, რომლის შესახებაც ჩვენ გადაცემაში დეტალურად ვისაუბრეთ. ეს იყო სიახლე, რომელიც უკავშირდებოდა ჟურნალში Nature Aging-ში გამოქვეყნებული სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევას, სადაც ძალიან მკაფიოდ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მთავარმა სპეციალისტმა, სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა სრულიად მოულოდნელად განაცხადა, რასაკვირველია, კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ ადამიანი არა საფეხურებრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ბერდება, არამედ შეიძლება ორი მნიშვნელოვანი ერთბაშად დაბერების პიკი ჰქონდეს. ორი ნახტომი, რომელმაც ადამიანის დაბერების პროცესი განსაზღვროს. ეს არის 40-იანების შუა პერიოდი, როგორც სპეციალისტი ამბობს, და 60-იანების დასაწყისი. თუ უხეშად ვიტყვით, ეს დაახლოებით 44 და 60 წელია. სწორედ ასე განიხილავს თანამედროვე მეცნიერება ადამიანის დაბერების გადამწყვეტ და გარდამტეხ ეტაპებს. როდესაც ჩვენ საუბრობთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ კვლევაზე, სწორედ ამ კვლევის დამსახურებით 2024 წლიდან ჩვენ ვიცით, რომ დაბერებას არა საფეხურებრივად, არამედ როგორც ეტაპობრივ და მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპების გათვალისწინებით პროცესს უნდა შევხედოთ, რომელიც გულისხმობს ნახტომებს 44 და 60 წლის ასაკში. ეს დაახლოებით ასეა, საშუალო მონაცემით, ინდივიდუალურად მას აქვს განსხვავებული სურათი, თუმცა მიუხედავად ინდივიდუალური მახასიათებლებისა, დაბერებასთან ასოცირებულ ზოგიერთ საკითხზე ჩვენ საუბრობთ ხოლმე გადაცემაში და დღევანდელი ჩვენი თემა პირდაპირ უკავშირდება ამ ლოგიკას. ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ საუბარს. თანამედროვე მედიცინა განსხვავებულად აღიქვამს დაბერების პროცესს და განსხვავებულად განმარტავს სიბერეს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სიბერესთან ასოცირებულ მდგომარეობებზე, რასაკვირველია, შეგვიძლია ვისაუბროთ ფიზიოლოგიის ჭრილში და შეგვიძლია ვისაუბროთ პათოლოგიის ჭრილში. თუმცა მედიცინის მიდგომა, თანამედროვე მიდგომა გულისხმობს იმას, რომ სიბერე არ აღვიქვათ როგორც
აუცილებელი თაიგული პრობლემებისა. არ აღვიქვათ როგორც დაავადებების განვითარების აუცილებელი მდგომარეობა. არ აღვიქვათ როგორც დაუძლურების და ორგანიზმის გამოფიტვის მდგომარეობა, რადგან თანამედროვე ცოდნა, როგორც გითხარით, თავად სიბერეს ადამიანის განვითარების ფიზიოლოგიურ ეტაპს, განსხვავებულ შინაარს შეძენს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პათოლოგიების არსებობა, დაავადებების არსებობა, პათოლოგიური ცვლილებების არსებობა სულაც არ არის აუცილებელი, თუმცა არსებობს ფიზიოლოგიური ძვრები, რომელთა გათვალისწინებაც ნებისმიერ ასაკში გჭირდება და ასაკის მატება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი პროცესი არ გახლავთ. არის თუ არა გაჭაღარავება ასაკთან ასოცირებული მდგომარეობა, არის თუ არა ჭაღარა აუცილებელი ეტაპი ჩვენი ცხოვრების და რა ხდება მაშინ, როდესაც გაჭაღარავება ცოტა უფრო სწრაფად ხდება, ან მაშინ, როდესაც თითქოს და იგვიანებს, ან სულაც არ დგება გაჭაღარავების ფაზა. დღეს გადავწყვიტეთ ამ თემაზე ვისაუბროთ, ისევე როგორც ჭაღარათ მასთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ, მათ შორის შეღებვის უსაფრთხო წესებზე. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ დერმატოვენეროლოგი, ტრიხოლოგი, ქალბატონი მაკა დოხოძაშვილი. მაკა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენს გადაცემაში და მადლობა, რომ ამდენი წელია ჩვენ თანამშრომლობთ. როდესაც ჩვენ ვიკრიბებით, ყოველთვის კონკრეტული თემა გვაქვს, შესაძლოა პრობლემა იმისთვის, რომ საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე ვიმსჯელოთ. დღეს ჩვენ ადამიანის ცხოვრების მთელ ეტაპზე ვსაუბრობთ და ზოგჯერ იმაზე მეტს იტევს გაჭაღარავება, ვიდრე რომელიმე ერთი ასაკობრივი ჯგუფია და ახსნა მარტივია. გაჭაღარავება არ არის რომელიმე ერთი ასაკის პრეროგატივა, ან რომელიმე ერთი ასაკის მახასიათებელი. რას ნიშნავს ჭაღარათმა, რას ნიშნავს თმის გაჭაღარავება და არის თუ არა ეს დროული ან ნაადრევი. დროული ცოტა უხერხული ტერმინია, მაგრამ მე შეგნებულად გამოვიყენე, იმიტომ რომ დროსთან მიმართებაში თვითონ ჭაღარა ბადებს კითხვებს. ნამდვილად დროსთან მიმართებაში ბადებს კითხვებს და რითიც დაიწყეთ, მეც იმით დავიწყებ ქალბატონო მარი დაბერების პროცესი, ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, იგივე ქრონოლოგიური დაბერების პროცესი, რომელიც არის სრულიად ნორმალური, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავღელდეთ. თუმცა ზოგჯერ არის ხოლმე შედარებით ახალგაზრდა ასაკში და უფრო მეტად არის ეს ემოციებთან დაკავშირებული. არის პაციენტები, რომელთათვისაც ეს გარკვეულწილად შეიძლება მაგალითად თვითშეფაზებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზეზი გახდეს. ზოგადად გაჭაღარავების პროცესი ეს არის პიგმენტ მელანინის შემცირებული, ან არასრულყოფილი, ან სრულად ესეთი ასე ვთქვათ შეწყვეტილი გამომუშავება. მელანოციტები ეს არის ის უჯრედები, რომლებიც პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებს თმაშიც და კანშიც. ორი ტიპის მელანინი გვაქვს, ეუმელანინი და ფეომელანინი. ეს რატო არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ის განსაზღვრავს, რა ფერის იქნება ჩვენი კანი თუ ჩვენი თმა. შეიძლება იყოს მუქი ყავისფრიდან, ძალიან ღიაფრამდე ან მოწითურ შეფერილობამდე და ამ ორი პიგმენტის პროცენტული რაოდენობა, რამდენი შემცველობა არის, სწორედ განსაზღვრავს იმას, როგორი ფერის თმა გვაქვს. გაჭაღარავება ნაადრევად შეიძლება ჩაითვალოს, აი, როდესაც კავკასიელებში იწყება მაგალითად 20 წლამდე ასაკში, აზიელებში 25 წლამდე, ხოლო აფროამერიკელებში 30 წლამდე. და ეს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი არის. ამიტომ შეიძლება მაგალითად კავკასიელმა, მაგალითად 30 წლის ადამიანმა ჩათვალოს, რომ ძალიან ადრე დაიწყო გაჭაღარავება, მაგრამ რომ აღმოვაჩინოთ ესეთ ბიოლოგიურ დონეზე, ეს შეესაბამება ნორმას, ანუ ერთეული ჭაღარები საფეთქლის არეში წინა ხაზზე, თმის წინა ხაზზე სწორედაც შეესაბამება ნორმას, ანუ თვითონ შეიძლება აღიქვავდეს ნაადრევად, მაგრამ ეს იყოს ჩვეულებრივი ბიოლოგიურად მიმდინარე პროცესი, როდესაც ჩაგერთვებით მაყურებლისთვის დავაზუსტებ, კავკასიელები ამ შემთხვევაში რეგიონი არ იგულისხმება, ჩვენ სამეცნიერო ფრაზეოლოგიაში კავკასიელებს ვიყენებთ ევროპული რასის ხაზგასასმელად, ანუ ევროპელებს აქვთ ასეთი მახასიათებლები. კი ბატონო.
საერთოდ ასე ხდება, რომ ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს თმა, თმის ფოლიკული, ესეთი აქტიური ენერგიული წყარო არის, მუდმივ დაყოფას განიცდის, არის სულ ფაზებში, აქვს ზრდის ფაზა, მოსვენების, ცვენის ფაზა და აღმოჩნდა, რომ პიგმენტაციის პროცესიც ეს მელანოციტების აქტიური მუშაობის პროცესი, მელანოციტების მიგრაციას უწოდებენ, რო აკვირდებიან მიკროსკოპის ქვეშ, ესეთი გადაადგილება ხდება ამ უჯრედების და პიგმენტის განაწილება თმის სიგრძეზე. აი, როგორც კი იწყება, აი ეს მიტოქონდრიების, ანუ ენერგიის გამცემი, ასე ვთქვათ, უჯრედების ნელ-ნელა შემცირება, აი ამ მელანოციტების, ანუ ამ უჯრედების, რომლებიც შემდგომში პიგმენტის სინთეზს ახდენს, ასე ვთქვათ, აი მათი ნელ-ნელა ენერგიის დაქვეითება, შემცირებული პიგმენტის სინთეზი და ესეთი მელანოციტების ღეროვანი უჯრედების რაოდენობრივი შემცირება ხდება. ანუ ბიოლოგიურ დონეზე ხდება აი ასეთი აქტივობით. ანუ რესურსი პრაქტიკულად საფეხურებრივად გამოიფუტება. საფეხურებრივად გამოიფიტება და შეიძლება თავდაპირველად პაციენტმა შეამჩნიოს როგორი რაღაც, რომ მაგალითად პატარა ჭაღარა გაუჩნდა თმის რაღაც ნაწილში, შემდეგ თითქოს ისევ დაბრუნდა პიგმენტი. რაღაცა დროის გავლის შემდეგ ისევ ჭაღარა გაჩნდა. ანუ ხანი ფერებათმა და ხანი ფერებათ. ამას არ აქცევდნენ ხოლმე დიდ ყურადღებას. საერთოდ არც კი იყო დაშვებული ეს მოსაზრება, რომ შეიძლება თმის რეპიგმენტაცია მოხდეს, მაგრამ ბოლო დროს, რადგან თმა ძალიან ისეთი აქტიური შესწავლის საგანი გახდა და მას მერე რაც დაბერების შესწავლა გახდა ძალიან აქტიური. აი დაბერებას ხომ ყოფენ ორ ასე ვთქვათ, გარეგან და შინაგან ფაქტორებად, ბიოლოგიური, იგივე ქრონოლოგიური და გარემო ფაქტორები, ექსპოზომ ფაქტორებს უწოდებენ ამ ფაქტორებს. აი მთელი სამეცნიერო ჯგუფებია, რომლებიც ამ ექსპოზომ ფაქტორებს განსაკუთრებულად შესწავლას ახდენენ და ასევე ბიოლოგიურ ფაქტორებსაც და თმა ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო ორგანო არის და ამიტომ რომ ნახულობენ, აი მაგალითად ადარებენ ხოლმე ხეს, წარმოიდგინეთ ხის გადაჭრილ ასე ვთქვათ, ნაწილს კი მორს, სადაც რგოლების საშუალებით შეიძლება კარგად შეისწავლო რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მცენარე, ან მისი ხანგრძლივობა ასაკობრივ. თმაც სწორედ აღმოჩნდა, რომ ასეთი ორგანოა, რომ შეიძლება აი თუნდაც პიგმენტაციის ხარისხის მიხედვით მოხდეს შესწავლა რა დროს იმყოფებოდა ადამიანი შედარებით მაღალი სტრესის ქვეშ, ან ხომ არ იყო ნუტრიციული დეფიციტის ქვეშ. იმდენად დიდ გავლენას ახდენს ეს ექსპოზომ გარემო ფაქტორებიც, გარდა ბიოლოგიური ფაქტორებისა, თმის პიგმენტაციაზე. როდესაც თქვენ ახსენეთ ნაადრევი დაბერება. ერთი მხრივ თქვენ მიანიშნეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, როგორ შეიძლება ასაკობრივად გამოუმჟღავნდეს ჭაღარა. მაგრამ ნაადრევი დაბერება გულისხმობს იმას, რომ ეს უჩვეულოდ ადრეულ ასაკში შეიძლება გარკვეულ პრობლემებსაც უკავშირდებოდეს. ერთია ფიზიოლოგიური განვითარების ფაზაში და მეორეა, როდესაც უჩვეულოა ამ ასაკისთვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ არ აიხსნება მხოლოდ ფიზიოლოგიით. არის ასეთი მდგომარეობები, როდესაც ჩვენ ან მოულოდნელად შეიძლება გავთეთრდეთ, დავკარგოთ პიგმენტაცია, ან პირიქით არის თუ არა მდგომარეობები, როდესაც ადამიანი ასაკის მიუხედავად თმის ფერს ინარჩუნებს. არის ნამდვილად რამოდენიმე ესეთ მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფენ, როდესაც მოულოდნელად და შედარებით ნაადრევად იწყებს პაციენტი ადამიანი გაჭაღარავებას, მშობელი აქცევს ყურადღებას, თვითონაც აქცევს ყურადღებას და არის რამოდენიმე თუნდაც ანალიზი, რაც უნდა შემოწმდეს, ხომ არ გვაქვს საქმე მაგალითად ფარისებრის დისფუნქციასთან, იმიტომ რომ თიროქსინი და ეს ფარისებრის ჰორმონები თითქოს აი მოქმედებენ ნამდვილად ამ მელანოციტების აქტიურობის პროცესს, თითქოს ბრძანებას აძლევენ, რა დროს უნდა გამოიმუშავოს პიგმენტი, ამიტომ ფარისებრის ფუნქცია აუცილებლად მოწმდება, ასევე მოწმდება ხომ არ არის რაიმე აუტოიმუნური პროცესი, თუნდაც ფარისებრი ჯირკვლის მიმართ, იმიტომ რომ აუტოიმუნური ჰიპოთირეოზი ან თიროიდიტი ზოგჯერ არის ასოცირებული სხვა აუტოიმუნურ პროცესებთან.
მათ შორის თუნდაც ნადრევ გაჭაღარავებასთან ან თმის პიგმენტაციის დარღვევასთან, როგორც არის მაგალითად ის ცოტა სხვა დაავადება არის, როდესაც პიგმენტს კარგავს თმა, ეს არ მიეკუთვნება გაჭაღარავების პროცესს, მაგრამ არის პიგმენტის დაკარგვასთან დაკავშირებული, გულისხმობ ვიტილიგოს. ასევე არის მაგალითად აი ხშირად სხვადასხვა ვიტამინებიდან ყველაზე მეტად გამოყოფენ B12 ვიტამინს და უკავშირებენ ხოლმე ასევე პერნიციოზულ ანემიას. ეს არის B12 დეფიციტით მიმდინარე ანემია და ესეც აუტოიმუნურ ანემიათა ჯგუფს მიეკუთვნება და ასეც ქვია ავთვისებიანად მიმდინარე პერნიციოზული დიახ. კი ბატონო და აი ამ დროსაც არის ხოლმე ნადრევი გაჭაღარავების პროცესი, ასევე აი რასაც ქვია მალნუტრიცია, კვების დეფიციტი. არა უბრალოდ რაღაცა მოკლევადიანი დიეტის ან მცირე დეფიციტური მდგომარეობების დროს, არამედ რასაც ქვია ესეთი გახანგრძლივებული დეფიციტი, რომელიც უკავშირდება როგორც ცილოვან დეფიციტს, ასევე რკინის დეფიციტს. არსებობს ესეთი სეგმენტურ ჰეტეროქრომიებს უწოდებენ, როდესაც თმის ღერის გარკვეული უბნები შეიძლება ღიაფრად იყოს შეღებილი და ეს კონკრეტული პერიოდები უკავშირდებოდეს სწორედ დეფიციტურ მდგომარეობებს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც წეღან კითხვაშიც ვახსენე. ადამიანებს აქვთ ხოლმე ზოგჯერ წუხილი, რომ აი ჩემს გარშემო და მეც ძალიან ადრე გავთეთრდი და ჩემზე უფროსია, მაგრამ დღემდე თმისფერი შენარჩუნებული აქვს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის ხოლმე ასეთი წუხილი, რატომ შეიძლება საკუთარი თავი მუდმივად სხვა შეადარო. ალბათ ეს არ არის მაინც და მაინც სწორი და კარგად არ მუშაობს ადამიანის თვით შეფასებაზე, მაგრამ ამ თემას თუ გვერდით გადავდებთ, მაშინ საყურადღებოა, რატომ არ თეთრდება ზოგჯერ ადამიანი ან ძალიან გვიან თეთრდება. ეს არის თუ არა ფიზიოლოგიური და არის თუ არა ეს გამონაკლისი ვიდრე კანონზომიერება. პირველ რიგში გენეტიკასთან არის ცხადია დაკავშირებული ბიოლოგიასთან, მელანოციტების გენეტიკასთან, აი იგივე პროცესებთან, ყველაზე მაღალ პროცენტში ამასთან არის დაკავშირებული, თუმცა არის რა თქმა უნდა განსაზღვრელი ცხოვრების წესიც, როგორ ცხოვრობდა ადამიანი, რამდენად ნაკლებ ექსპოზიციაში იყო, ანუ შეხებაში ოქსიდაციურ სტრესთან, გახანგრძლივებულ სტრესულ პერიოდებთან, როდესაც პაციენტს შედარებით ნაკლები შეხება ქონდა, ასე ვთქვათ, თუნდაც მაგალითად არ იყო მწეველი, აი მწეველობას გამოყოფენ ძალიან ისეთ როგორც ერთი აგრესიული ძალიან ძლიერი ფაქტორი, რომელიც ავითარებს ოქსიდაციურ სტრესს და ესეც გავლენას ახდენს როგორც ტელოგენურ ცვენებზე, ასევე თმის პიგმენტაციის დარღვევაზე. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოწესრიგებული კვება, კონტროლი, აი ეს ნუტრიციული ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებებისა, როგორც არის ცილები, ვიტამინები და მიკროელემენტები, ნამდვილად გავლენას ახდენს, რამდენად გახანგრძლივად შეიძლება ქონდეს ადამიანს ჯანსაღი, ჯანმრთელი ფერი, თუმცა პირველ რიგში გენეტიკასთან. ხანმოკლე ტიხრის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს თემაზე და გავაგრძელებთ ჭაღარაზე საუბარს უკვე მისი დაძლევის ჭრილში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჭაღარას როგორ უმკლავდება საზოგადოება აი ამ საკითხებზე, მიდგომა განსხვავებულია. ერთნი თვლიან, რომ გაჭაღარავება ეს არის ბუნებრივი პროცესი და თუ სხვა ცვლილებებს ვეჩვევით საკუთარ თავში, სხვა ცვლილებებთან ადაპტაცია ხდება, მაშინ რატომ არ უნდა ხდებოდეს საკუთარ თმისფერთან შეჩვევა? სიმართლე გითხრათ, მე ამ ადამიანთა კატეგორიაში აღმოჩნდი, მე არ ვიღებავ თმას. მაგრამ თუ შევხედავთ თმის შეღებას, როგორც პროცესს, რომელიც შეიძლება იყოს სამედიცინო რისკის შემცველი. რა რისკები და რა საფრთხეები იგულისხმება აქ? ჩვენ თავად შეღებვას გულისხმობთ, საღებავთან დაკავშირებულ რისკებს გულისხმობთ, თუ კიდევ სხვა რეაქციებს, რომელიც ორგანიზმის მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული. ნამდვილად თმის შეღება პერსონალური არჩევანი არის ხოლმე ადამიანის და მე მივესალმები თქვენ არჩევას, მით უმეტეს რომ ძალიან ლამაზად
გამოიყურებთ და გიხდება თქვენი ბერის თმა. სხვათა შორის ბოლო დროს ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის ასეთი ტრენდი, ბევრი ქალი აღარ იღებავს და რაღაცნაირად იხდეს ჭაღარა თმას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანის არჩევანია და ჭაღარას იწყებს ბრძოლას, იღებავს და ეს ნამდვილად კარგი გამოსავალი არის, როდესაც არ სურს ადამიანს რომ გამოაჩინოს ჭაღარები, ან უკაცრავად გერთვებით შეიძლება სულაც არ აქვს ჭაღარა, მაგრამ თმის ფერის შეცვლა უნდა. დიახ, იდენტობის გამოხატულება არის, სტილის გამოხატულება, ამიტომ ხასიათობრივ თავისებურებას მეტად უსვამს ხაზს და ასე შემდეგ. კი, ამიტომ საღებავი ნამდვილად არის კარგი არჩევანი, სამი ტიპის საღებავს განასხვავებენ, არის დროებითი, რომელიც მხოლოდ კუტიკულას ეხება, სრულიად გარეთ აშრეს თმისას. შესაბამისად, ის არ იწვევს ესეთ ცვლილებებს ბმებში, თმის ბმებში, როგორც არის დისულფიდური, წყალბადური ბმები, არ არღვევს, მაგრამ დაახლოებით 1-2 დაბანის შემდეგ ის ჩამოირეცხება. ეს არის დროებითი საღებავი. არის ნახევრად მუდმივი, რომელიც დაახლოებით 6-8 დაბანის შემდეგ ჩამოირეცხება. ის შედარებით გააღწევს კუტიკულის შრეს, შედის ნახევრად კორტექსამდე, ანუ შემდეგ შრემდე და არის მუდმივი საღებავი, რომელიც მთლიანად ცვლის, ასე ვთქვათ, თმის ცილოვან სტრუქტურას. შედის, აღწევს კორტექსში, შლის იქ არსებულ მელანინს და შემდგომში ჩანაცვლდება სხვა პიგმენტით. ანუ სერიოზული ძირეული ცვლილებები მიდის თმის ღერის გასწვრივ. შესაბამისად, ის შეიძლება იყოს გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული, როგორც თმის ღერის მტრევადობაზე, შედარებით გაუხეშებაზე, იმიტომ რომ თმას ხომ თავისი კერატინი აქვს, ეს კერატინული სტრუქტურა რო ირღვევა, ცილოვანი სტრუქტურა, ის შეიძლება მეტად მტრევადი გახდეს. მოწყვლადი სხვა გარემო ფაქტორების, მაგალითად მზის დაზიანების მიმართ, ვიცით რომ დასრულობის ხარისხი მკვეთრად იკლებს, განსაკუთრებით თუ გაღიავებული არის თმა, გაღიავებული თმა ბევრად უფრო მოწყვლადია თერმული, ქიმიური, ფიზიკური მზის გამოსხივების მიმართ. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა აღინიშნოს უკვე, ვიცით რომ თავის კანის თმაც ჩვეულებრივი კანის ორგანოთა სისტემა არის, ამიტომ ალერგიული რეაქციები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს, როდესაც საქმე გვაქვს მუდმივ საღებავთან. თუნდაც არა მუდმივთან, მაგრამ უფრო მეტი შემთხვევები მუდმივ საღებავთან ურთიერთობაშია, რაც შეიძლება გამოიხატოს არის როგორც თავის კანზე გამოხატული ქავილი წვა, აქერცვლა, ბუშტუკებიც კი, ასევე ქუთუთოების შეშუპება, ყურების სიწითლე შეშუპება და ყველაზე ცუდი გამოვლინება შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ანაფილაქტოიდური რეაქციაც კი ეს არის ყველაზე ძლიერი ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იყოს შოკთან დაკავშირებული. და ძალიან მოკლე დროში ვითარდება. სწორედ ეს კითხვა მინდოდა დამესვა, იმიტომ რომ როდესაც ალერგიულ რეაქციებზე ვსაუბრობთ, ეს არის უბრალოდ კონტაქტური დერმატიტები და იქ ადგილობრივი რეაქცია თუ შეიძლება იყოს გენერალიზებული და თქვენ უკვე უპასუხეთ ამ კითხვას პრაქტიკულად. ორ ნაწილად იყოფა. საღებავისგან შეიძლება როგორც ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია მივიღოთ, ასევე ირიტაციული კონტაქტური დერმატიტი, ანუ გაღიზიანებით გამოწვეული დერმატიტი. ეს ძალიან განსხვავდება ეს ორი რამ ერთმანეთისგან. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში პირველი შეხებისას სენსიბილიზირება ხდება საღებავთან შეღებისას და მეორე შეხებაზე შეიძლება უკვე ანაფილაქტოიდური რეაქცია განვითარდეს. ან ძალიან მძაფრად გამოვლენილი ალერგიული რეაქცია არ არის აუცილებელი ანაფილაქტოიდური, ანუ ალერგიული მკვეთრად გამოხატული რეაქცია. ირიტაციის შემთხვევაში შეიძლება საღებავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაძლევდეს, მაგრამ ნელ-ნელა მოხდეს კანის ბარიერული ფუნქციის შეცვლა და ესეთი გაღიზიანებით გამოწვეული დერმატიტი, აქერცვლა, სებორია გამწვავდეს. აი ასეთი ცვლილებები შეიძლება მიდიოდეს, ასე ვთქვათ, ორი განსხვავებული. ამიტომ დერმატოლოგები ყოველთვის ურჩევთ ხოლმე თავდაცვისთვის ეგრეთ წოდებული სინჯების გამოყენებას, რომელიც შეიძლება იყოს ყურის უკან მაგალითად და გავაჩეროთ 48 საათის განმავლობაში შემოწმდეს შემდეგ 48 საათის შემდეგ შემოწმდეს როგორი დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ინფორმაცია შეიძლება საკმარისი არ იყოს. კი და კიდევ უფრო მყარად დაზღვეულები ვართ თუ ძალიან ალერგიული ადამიანი რომ ერთხელ კი არა ორჯერ გავაკეთოთ სინჯი, იმიტომ შეიძლება პირველზე 48 საათის განმავლობაშიც არ იყოს რეაქცია, მაგრამ მეორე სინჯზე აუცილებლად იქნება უკვე რეაქცია. ორი სინჯი შედარებით ზრდის უფრო უსაფრთხოების გარანტიას. არის ნივთიერებები, რომელთა არსებობა საღებავში უნდა იცოდეს ყველამ, გარდა თქვენ მიერ დასახელებული კონკრეტული აბრევიატურისა.
ძირითადად რომელთა როგორც ის ფაქტორების გათვალისწინება არის საჭირო. დიახ, იყო ხოლმე რამოდენიმე ნივთიერება, რომელიც კანცეროგენებთან ასოცირდებოდა უფრო ძველ კვლევებში. ამჟამად ამ ნივთიერებებისგან თავისუფალია ძირითადად საღებავები და ეს უფრო რისკს წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული კოლორისტისთვის, ვიდრე პაციენტისთვის, არ იყო ეს დაკავშირებული უფრო ფართო კვლევებში, უფრო პაციენტებთან შედარებით უფრო პარიკმახერებთან მოხდა დაკავშირება. ანუ ის ადამიანები ზარალდებოდნენ, ვინც უშუალოდ პროცესს უძღვება, დიახ, და იყო რამ შემთხვევები დაფიქსირებული მომატებული შარდის ბუშტის სიმსივნე მაგალითად, იყო გაზრდილი და მკერდის სიმსივნე. თუმცა შემდგომში უკვე ეს იმდენად გახმაურდა ეს კვლევები, რომ შემცირდა და ამოიღეს ესეთი კანცეროგენული ნივთიერებები საღებავებიდან. კიდევ ერთი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია თმის შეღებასთან დაკავშირებული ცდუნებები. განსაკუთრებით მცირე ასაკის მაგალითად გოგონებში, ზოგადად ახალგაზრდებში, მოზარდებში, ეს ორივე სქესის ადამიანს ეხება და ძალიან საინტერესოა თქვენ ალბათ არაერთი ასეთი შემთხვევა გქონიათ პრაქტიკაში, როდესაც თვით გამოხატვისთვის საკუთარი იდენტობა ახსენეთ წეხან, დიახ, საკუთარი იდენტობის ხაზგასასმელად. ადამიანები სხვადასხვა სამარჩს იყენებენ და ასეთ სამარჩთა შორის განიხილება როგორც სამკაულების, სხეულის მოსართავები, ასევე თმის ვარცხნილობა და თმის შეღება, თმის ფერი. არის ობიექტური რეალობა, რომ ბავშვებს, მოზარდებს არ აქვთ ჭაღარა, თუმცა თმის შეღება, როგორც თვითგამოხატვის ინსტრუმენტი, არის ის პროცესი, რომელიც რისკის თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ. არის თუ არა აქ რაღაც თავისებურებების გასათვალისწინებელი და რა უნდა იცოდეს ასეთ შემთხვევაში მშობელმა, რომ ცოტა მეტი ყურადღებით იყოს. ერთია, იცით რა, რომ ამ ასაკში მოზარდების ასაკში, როდესაც თვითონ თუნდაც იდენტობის გამოხატვა უნდა, ეს გადადის ხოლმე გარკვეულ ჩვევაში. ანუ ერთხელ და ორჯერ კი არა, შეიძლება სისტემატიურად ძალიან აგრესიული საღებავი სხვადასხვა ფერის საკმაოდ ხანმოკლე დროში გამოიყენოს ადამიანმა და ეს რა თქმა უნდა არ იწვევს ანდროგენეტიკულ ალოპეციას, არ იწვევს ღერის ინტენსიურ დაწვრილებას, მაგრამ ეს არის ძლიერი ქიმიური ზემოქმედება, რაც ტელოგენური ცვენების მიზეზი შეიძლება გახდეს ნამდვილად. ანუ თმა ზრდის ფაზიდან აი ამ სტრეს ფაქტორის ზემოქმედების, ანუ ქიმიური ფაქტორის ზემოქმედების შედეგად გადავიდეს ცვენის ფაზაში და თუ ეს ესეთ გარკვეულ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, შეიძლება იყოს ქრონიკული ტელოგენური ცვენა და თმა რეალურად ძალიან გათხელდეს ამ ასაკში. და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არის ახალგაზრდა ასაკში გახშირებული თმის ცვენა. შედარებით თხელი თმა აქვს, ძალიან ბევრ მოზარდს, რაც წლების წინ შედარებით მკვლევებითაც არის დადასტურებული, შედარებით ნაკლებად აღინიშნებოდა. პირველ რიგში ეხება ეს ანდროგენეტიკულ ალოპეციას, რომ არ შევცვალოთ თემა, თუმცა ზედმეტი სითბური სტაილინგი, ჰით სტაილინგს, რასაც ეძახიან ხო, სითბოს ზემოქმედება, ქიმიური ზემოქმედება, ნამდვილად შემდგომში ფოლიკულზეც ახდენს ზეგავლენას, ანთების დონეს უმატებს კანის ზედაპირზე და ქრონიკული სტრესი, ქრონიკული ანთება უკვე შემდგომში თმის ფოლიკულის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. მოკლედ მინდა რომ რამდენიმე კითხვას უპასუხოთ, მათ შორის შეღების შედეგად დამწვარ თმას და აი ამ დამწრობის შედეგად დაკარგულ თმას, ანუ თმის ცვენა. შეღების შემდეგ დამწვარი თმა და თმის ცვენა. რამდენად დაძლევადია ეს პრობლემა? პირველ რიგში თუ კი თმა დაიწვა, თქვა გაღიავებით ან შეღებით, უნდა გვახსოვდეს, რომ თვითონ თმის ღერის სიგრძე ეს ხომ მკვდარი, ანუ კერატინი არის, რომელიც ფოლიკულიდან იზრდება და იყოფ, ამიტომ უბრალოდ რომ მოვიჭრათ ასეთი თმები, ვიცით რომ შემდგომში ჯანსაღი თმები გაიზრდება, განვაახლოთ, ანუ ეს არ წარმოადგენს დიდ ტრაგედიას თუ კერჯერადად დაიწვა თმა, თუმცა ესეთი მხოლოდ გარეგანი საშუალებებით არსებობს ჰიდროლიზებული კერატინი
კერატინის ნიღბები. აი, გარკვეული დარბილება, შეფუთვა კერატინის გარედან ხდება ასეთი დამწვარი თმის, მაგრამ სრულად აღდგენა შეუძლებელია, უბრალოდ შეიძლება დროებით ვიზუალური გაუმჯობესება მოხდეს ხოლმე ასეთი ნიღბების და ჰიდროლიზებული კერატინის და პროტეინის შემცველი ნიღბების დატანით. თუმცა აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მოჭრით არის შესაძლებელი. სკალპს რაც შეეხება, არის შემთხვევები, როდესაც აქტიური დერმატოლოგის ჩარევა ხდება საჭირო. აღდგენის საშუალებები აქ ვიყენებთ, შეიძლება სტეროიდული ლოსიონი დაჭირდეს, შეიძლება დაჭირდეს ხსადგენად გარკვეული ჩარევები სკალპზე. ამიტომ თუ ძლიერია დამწვობა, მიდის წვით, აქერცვლით, აუცილებლად დერმატოლოგის ჩარევა ხდება ხოლმე. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კერატინი და ჩვენ მაყურებელს აუცილებლად უნდა გავახსენოთ, რომ ეს არის ის ცილა, რომელიც არის ფრჩხილშიც, რომლითაც კანი არის დაფარული, რომლითაც თმა არის დაფარული. სხვათა შორის მნიშვნელოვანია კერატინი თვალის რქოვანაზეც კი, ანუ ყველაფერი ის, რაც გარემოსთან უშუალო შეხებაშია, გულისხმობს ამ ცილის ჩართულობას მეტი ან ნაკლები რაოდენობით. მაგრამ თუ თმის კერატინიზაციაზე ვსაუბრობთ, ხელოვნურად კერატინიზაციაზე, ეს რა პროცესია და შეიძლება თუ არა ეს დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ამ პირიქით იცავს თუ არა თმას. აი ამ კითხვით დავასრულოთ დღეს საუბარი. კი, ანუ კერატინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცილა არის და ყველა სხვათა შორის გენეტიკურად განსხვავებული კერატინი აქვს, რაც აი ელასტიურობას განსაზღვრავს, ზოგს მეტად ელასტიური, ზოგს მეტად მბზინვარე და ეს გენეტიკურად განსაზღვრულია, როგორი კერატინის გენი აქვს კონკრეტულ ადამიანს. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, თავარი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს ხომ არ არის უბრალოდ ნიღბის ან წასმა, ხო, ეს არის მაღალი ტემპერატურის ქვეშ, ანუ ვითარდება ხოლმე 200-230 გრადუსი ტემპერატურა, აი ამის ქვეშ ხდება სპეციალური ნივთიერების თმის გარედან, ასე ვთქვათ, დატანა მთელ სიგრძეზე და ეს შეიძლება გახდეს სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი, ასევე ძირითადი რასაც ერიდებიან ამ დროს არის აი ესეთი მაღალი ტემპერატურის დროს ინჰალაცია შესუნთქვა შეიძლება მოხდეს ესეთი ნივთიერებების, რომელსაც ალდეჰიდების სახელწოდებით არის ცნობილი და ბოლო დროს აი ასეთი უკვე როდესაც დაგროვდა ინფორმაცია, რამდენად მავნე შეიძლება იყოს შესუნთქვის გზით ასეთი შესუნთქული ალდეჰიდები, ბევრი ასეთი პროდუქტი არის სწორედაც ალდეჰიდებისგან თავისუფალი, ასევე ტემპერატურულ რეჟიმსაც მეტად ასე ვთქვათ, აქცევენ ყურადღებას, მაგრამ საკმაოდ ხშირი არის, როდესაც კერატინის პროცედურების შემდეგ პაციენტი მოდის დერმატოლოგთან თმის სვენის ჩივილით. ანუ იწვევს ხოლმე ისევ და ისევ სტრესით გამოწვეულ, ანუ ტელოგენურ თმის სვენას, რომელიც გარკვეული თვეების შემდეგ აქტიური ხელშეწყობით და მკურნალობით ისევ წყობში დგება და აღდგება ხოლმე თმა. მაკა, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ჩვენ რამდენიმე წახნაგით დავინახეთ საკუთარი თმა, დავინახეთ ასაკობრივ ჭრილში, დავინახეთ მისი ფერადოვნება, მისი დაკარგვა, აღდგენის შესაძლებლობა, ან შენიღბვის შესაძლებლობა. თუმცა ამავე დროს ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე ამ გადაწყვეტილებების, რომელიც ყველაზე გასათვალისწინებელია იმისათვის, რომ ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდეს ჩვენი კანისთვის და მისი დანამატისთვის ამ შემთხვევაში თმისთვის საზიანო. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დერმატოვენეროლოგი, ტრიხოლოგი ქალბატონი მაკა დოღოზაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ჩვენი კვებითი შუქნიშანი სამფერია, მაგრამ მრავალფეროვანი პროდუქტებით დატვირთული და კიდევ უფრო მრავალფეროვანი რეკომენდაციებით, რომელიც ამ პროდუქტების სწორად გამოყენებას გვირჩევს. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება კანს და მის დანამატებს, როდესაც საქმე ეხება თმას და მის მდგომარეობას, ჩვენ სხვადასხვა წახნაგით უყურებთ არა უბრალოდ პროდუქტებს, არამედ ადამიანის ცხოვრებას. მით უფრო, როდესაც ჭაღარაზე ვსაუბრობთ. თმის გაჭაღარავება ერთი მხრივ შეიძლება ასაკ ასოცირებულ პრობლემად წარმოვიდგინოთ. არა პრობლემად, მოდით დავაზუსტებ, არამედ ასაკთან ასოცირებული პროცესების ნაწილად, ამ პროცესების გამოვლინებად. მაგრამ შესაძლოა ჭაღარა იყოს
უჩვეულოდ ადრეულ ასაკში ან ძალიან დააგვიანდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმის შესაძლებლობაც, რომ ჭაღარა შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების წესით განპირობებული მდგომარეობა, არა ფიზიოლოგიურად, არა ეგრეთ წოდებული დროისა და ჩვენი კალენდრის და ქრონოლოგიის შესაბამისად, არამედ არა ფიზიოლოგიურად, უჩვეულოდ ადრე განვითარებული ან პათოლოგიურად განვითარებული. ასეთ შემთხვევაში ცხოვრების წესის ფაქტორების კრიტიკული შეფასება ძალიან გვეხმარება ამოხსნათ ამოცანა. და ამოცანა მარტივი ხდება მას შემდეგ, რაც გავარკვევთ, რომ ცხოვრების წესის ყველა ფაქტორს შეუძლია ხელი შეუწყოს თმის გაჭაღარავებას. ძალიან ბევრი ცოდნა მედიცინაში სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ გაგვახსენდეს ნერვიულობა, დარდი, ზოგადად სტრესი შეიძლება თუ არა გახდეს გაჭაღარავების მიზეზი. დიახ, მე ვფიქრობ, ჩვენი გადაცემა არც არის საჭირო იმისთვის, რომ ამ კითხვას ჩვენმა საზოგადოებამ უპასუხოს. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, თავისუფალი რადიკალების დაგროვება, ოქსიდაციური სტრესი არის თუ არა ხელშემწყობი იმის, რომ ადამიანი გაჭაღარავდეს. დიახ, ეს გახლავთ მეორე ფაქტორი, რომელიც ადვილად შემიძლია ცხოვრების წესს დაუკავშიროთ. მაგალითად, ორგანიზმში მიმდინარე სისტემური ანთება, რომელიც უკავშირდება წონის სიჭარბეს ან წონის ნაკლებობას, დეფიციტს. ეს შეიძლება გახდეს გაჭაღარავების მიზეზი. დიახ, შეიძლება გახდეს გაჭაღარავების მიზეზი. უფრო მეტიც, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ წონის დეფიციტიც, წონის სიჭარბეც არის არასაკმარის ნაკლებობასთან დაკავშირებული, დავსვათ კითხვა, არასაკმარისი ნაკლებობა არის გაჭაღარავების მიზეზი ან ხელშემწყობი? დიახ, რასაკვირველია და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ ასაკში. წყლით არასაკმარისი უზრუნველყოფა შეიძლება გახდეს ორგანიზმის დაბერების, კანის დაბერების და კანის დანამატების დაბერების ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი. დიახ, შეიძლება ასე მოხდეს. არასწორად აღქმული კონკრეტული ნივთიერება, რომელიც მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, არასწორად გამოყენებული, არარაციონალურად გამოყენებული. მაგალითად ალკოჰოლი, მაგალითად ნიკოტინის მოხმარება, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება, სხვადასხვა სუბსტანცია შეიძლება აღმოჩნდეს გაჭაღარავების ხელშემწყობი, კანის დამაზიანებელი და კანის დანამატების დამაზიანებელი. დიახ, შეიძლება ეს ასე მოხდეს. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სხვადასხვა ტიპის პროდუქტის გამოყენებაზე, მათ შორის ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით ინსულინის მერყეობაზე, დიახ, ეს შეიძლება გახდეს რისკ ფაქტორი იმისა, რომ ორგანიზმის ანთებითი ფონი შეიცვალოს, ოქსიდაციური სტრესი განვითარდეს და ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნას. არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც მაგალითად მლაშე პროდუქტებით არის ხელშეწყობილი, შეიძლება აღმოჩნდეს ნაადრევი გაჭაღარავების წინაპირობა. დიახ, გულის დახვდა დაავადებები არის სისტემური ანთება, თავისუფალი რადიკალების დაგროვება, ოქსიდაციური სტრესი, შესაბამისად წინაპირობა გაჭაღარავებისათვის. პროცესირებული პროდუქტები, ანუ დამუშავებული, ტექნოლოგიურად მრავალგზის გადამუშავებული პროდუქტები არის ხელშემწყობი გაჭაღარავების. დიახ, იმიტომ რომ ეს არის პროდუქტები, რომელიც ხელს უწყობს სისტემურ ანთებას. ამარაგებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით. ან პირიქით ხელს უწყობს ორგანიზმს მასში წარმოიქმნას ახალი თავისუფალი რადიკალები და ეს თავისთავად ქმნის იმის წინაპირობას, რომ მრავალი სხვადასხვა სისტემა, ორგანო, სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაზიანდეს და მათ შორის დაზარალდეს კანი თავის დანამატებით და შესაბამისად დაზარალდეს ჩვენი თმის ფერი და პიგმენტაცია. თუ შევხედავთ საკვებ ნივთიერებებს, რომელთა ნაკლებობაც შეიძლება გახდეს ჩვენი გაჭაღარავების მიზეზი და მით უფრო ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი, ცხადია თუ სამედიცინო ფაქტორებს გვერდით გადავდებთ, ფარისებრ ჯირკვალს, ავტოიმუნურ დაავადებებს და ასე შემდეგ, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ცილის როლი. მე ხშირად საუბრობ ამის შესახებ და სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ. როდესაც კანს და მის დანამატებს პრობლემა აქვს, პირველ რიგში რატომღაც ვიტამინების და მინერალების ძებნა იწყება. სინამდვილეში ძიება უნდა დავიწყოთ ცილიდან და ცილა არის იმის გამსაზღვრელი, იქნება თუ არა ჩვენი კანი ჯანმრთელი და შეინარჩუნებს თუ არა პიგმენტაციას ხანგრძლივად ჩვენი თმა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება
საკვები ნივთიერება, რომლის ნაკლებობა შეიძლება გახდეს ძალიან სწრაფი გაჭაღარავების მიზეზი. ეს გახლავთ ვიტამინი B12. სწორედ ვიტამინი B12 არის ის ნივთიერება, რომელიც ერთი მხრივ მიუხედავად იმისა, რომ წყალში ხსნადია, დაგროვებისკენ არის მიდრეკილი. ანუ საკმაოდ დიდხანს, რამდენიმე წელი არ უნდა მივირთმევდეთ B12 შემცველ პროდუქტებს, რომ მისი აბსოლუტური დეფიციტი განვითარდეს, მაგრამ ნაკლებობა სხვადასხვა მიზეზით არის შესაძლებელი და ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან ის არა უბრალოდ სისხლწარმოქმნას უკავშირდება, არა უბრალოდ ანემიის საფუძველია, არა უბრალოდ სისუსტეს, დაღლილობას აღრმავებს ჩვენში და ნერვული დაბოლოებების შეგრძნებებს ცვლის და ნეიროპათიის მიზეზი ხდება, არამედ იწვევს ნაადრევ ჭაღარას, თმის სწრაფ გაჭაღარავებას და ეს გასათვალისწინებელია. ისევე, როგორც მასთან ერთად რკინის როლი, რომელიც არა მხოლოდ სისხლნაკლებობასთან, არამედ მასთან ასოცირებულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ხშირად გგონია, რომ სისხლნაკლებობა ეს არის მხოლოდ ლორწოვანზე გაფერმკრთალებული მაგალითად ქსოვილის ნაჭერი. სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში რკინის ნაკლებობის პირველი საგანგაშო ნიშანი შეიძლება იყოს მაგალითად სისუსტე, მაგალითად უგუნებობა, დაღლილობა, გემოვნების ცვლილება და მათ შორის გაჭაღარავება, თმის სტრუქტურის ცვლილება, კანის და ფრჩხილების ცვლილება, თმის და ფრჩხილის ცვლილება, რკინის ნაკლებობის ყველაზე აშკარა გამოვლინება შეიძლება აღმოჩნდეს. სპილენძი. რატომღაც ეს მინერალი ყველას ავიწყდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბრობთ თმის ჯანმრთელობაზე, არადა კანისა და თმის მდგომარეობაში სპილენძის სიჭარბეც და ნაკლებობაც გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვავიწყდება, რომ სპილენძის შევსება შეიძლება ყოველდღიურ კვებაში, მაგალითად, სხვადასხვა სახის მარცვლეულით, ბურღულეულით, ადვილად შეიძლება შევივავსოთ იგი ნიგვზის მოხმარებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, მაგალითად, ღვიძლში მისი მაღალი შემცველობა და გაითვალისწინეთ შავი შოკოლადი, რომელსაც არასდროს ჩვენ თუ სამედიცინო ჩვენება არ არის და გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, არ განვიხილავთ ხოლმე წითელ ზონაში. როგორც წესი, ის ტრადიციულად მწვანე ზონის და იშვიათად ყვითელი ზონის ბინადარია და არ უნდა დაგვაუწყდეს ამ ჩამონათვალში D ვიტამინის როლი, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებრივადაც წარმოიქმნება ჩვენს კანში პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ შეგვიძლია ორგანიზმის შევავსოთ ბუნებრივი წყაროებით ისეთი პროდუქტებით, როგორც არის თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი და ასეთ შემთხვევაში ჩვენი ჩამონათვალი სხვა არაფერია თუ არა ურთიერთშეხამებული სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტები, რომელიც ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის კომბინაციით ჩვენს ტრადიციულ თეფშზე ეტევა. ეს იყო ჩვენი დღევანდელი რეკომენდაციები, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ ჩვენ გვინდა ორგანიზმის წონასწორობის უზრუნველყოფა და ეს აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მაშინ ჩვენი ორგანიზმის წონასწორობისთვის გაწონასწორებული, ანუ დაბალანსებული კვება ავირჩიოთ. მე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.